მადლობას გიხდით ყველას დღეგრძელობისთვის. ეს ჩემი სიტყვები არა, ეს კობაგონეტოდის სიტყვებია, ყოფილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დილის კონფერენციაზე გამოვიდა და ესე მიმართა მიწვეულ სტუმრებს. მე ნიკა ვარ და ეს L9 მაინერია. ადამიანებს ძალიან აინტერესებთ, unboxing-ს გავაკეთებ. ყოველ შემთხვევაში მე არ მიყვარს მსგავს ტიპის ვიდეოები, მაგრამ მოთხოვნა გამომდინარე ვისაუბრებ დღეს Litecoin-ის მაინერზე, რომელიც ძალიან პოპულარულია ბაზარზე და აგიხსნით მის მონაცემებს, ტექნიკურს, აგიხსნით შემოსავლებს, revenues, profits, ROI-ს და შემდეგ და შემდეგ. დავიწყოთ. კაბელი და მაინერი. ეს მოდელი არის L9, რომელიც ამაინინგებს Litecoin-ს და Dogecoin-ს. მის სიჩქარეა 16 გიგაჰეში და ენერგოეფექტურობა აქვს 210 ჯოული გიგაჰეშზე. რაც 3 და 5 კილოვატია საათში. საკმაოდ ენერგოეფექტურია წინა მორბედ მოდელებთან შედარებით. ბოლო მოდელია, მისი გამომუშავებული კოინები დოლარში რო თარგმნოთ დაახლოებით $600 თვეში და ელექტრონიკის ხარჯი აქვს $200. ჩვენ ხშირად საუბრობთ მაინინგზე და მის ენერგოეფექტურობაზე, მის სასარგებლო თვისებებზე და ისეთ საკითხებზე, როგორც არის ენერგიის ნარჩენის გამოყენება. ჩვენ ვახდენთ ენერგიის ნარჩენის გამოყენებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ მოხმარებული ენერგია, დახარჯული ენერგია უკან ვიბრუნდება სითბოს სახით. რას ნიშნავს ეს? რომ მოწყობილობა, რომელიც ამაინინგებს coins და გვაძლევს profits, რომელიც საბოლოო ჯამში დოლარში ითარგმნება, ასევე გამოყოფს სითბოს. საკმაოდ მაღალ ტემპერატურას, რომლის მოხმარებაც შეგვიძლია სასტუმროებში, შეგვიძლია სახლებში, შეგვიძლია გავათვალოთ აუზები, შეგვიძლია გავათვალოთ სათბურები და ასე შემდეგ და შემდეგ. რაც მოგეხსენებათ ბიზნესისთვის საკმაოდ ხელსაყრელი და საინტერესო მიდგომა. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც მოხმარებული ენერგიის ნარჩენს იყენებს, ასევე აქვს შემოსავალი, ისტუმრებს ენერგიის ხარჯს $200 და აიაფებს ისეთ სექტორებს, როგორც წერან ჩამოთვალე. მაინინგი უფრო პოპულარული ხდება იმ ეწარმისთვის, რომელიც მზისგან იღებს ენერგიას. მოგეხსენებათ, რომ ასაღები ფასი არის 5 თეთრი, მაშინ როდესაც მაინინგი ჩვენ შეგვიძლია საკუთარ თავს, საკუთარ ქსელს მიყიდო ენერგია უფრო ძვირ ფასში. ეს არის ტრეიდ-ოფი, უნიკალური მიგნება და ჩვენს ქვეყანაში არაერთი მეწარმე გადაარჩინა მაინინგმა, რომ შეენარჩუნებინა სწორი დინამიკა. ROI შესაბამისად უფრო მოკლე დროში დგება, ვიდრე პირველ ეტაპზე დაპროექტების შემთხვევაში. ამიტომ ეს თვითონ ეს სისტემა, ეს სექტორი და ეს საქმიანობა საკმაოდ ბევრ ბიზნესს აერთიანებს, ბევრ მოდელს ქმნის და რაღაცა კოლაბორაცია შეიძლება, მაგალითად მზის პანელის პატრონი დაუკავშირდეს სათბურის პატრონს, მივიდეს მაინერი და ორივე ბაზარი დააგმაყოფილოს. და მე მომწონს მსგავსი ტიპის დეცენტრალიზებული ფორმის ეკონომიკები, სადაც არანაირი ჩარების შესაძლებლობა არ აქვს მთავრობას. ამიტომ მეტი ეს ტექნოლოგია გვჭირდება ჩვენ და მეტი ეს მაინინგი გვჭირდება, მეტი პოპულარიზაცია ჩვენ ქვეყანაში. მე ვიტყოდი, რომ ეს რო ყველა ოჯახში იყოს, საკმაოდ ბევრი ადამიანი შეამცირებს ენერგიის ხარჯს. იმიტომ რომ ჩვენ მისგან სითბოს ვიღებთ და ენერგიის ნარჩენის გამოყენება ხდება ამის მეშვეობით. ვიღებთ კონკრეტული რაოდენობის coins, მე იმას ვაკონვერტირებთ დოლარში, შესაბამისად ეს აიაფებს ელექტროენერგიის ხარჯს. საკმაოდ ენერგოეფექტური მაინერია და თავი ყველს მაინინგს გისურვებთ, მეტი ინტერესი ამ ტექნოლოგიის მიმართ, რომელიც უნიკალურია თავის მხრივ. ამას ვერავინ ვერ აკრძალავს, ვერ ჩუქშავი პრობლემას ინტერესს გადაგვიჭრიან. თუ ეს მოხდა, მაშინ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა უფრო უარეს დღეში აღმოჩნდება, ვიდრე დღეს არის. ყველას წარმატებას გისურვებთ.